მშვიდობისა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებამდე ზუსტად 1 საათი რჩება და კურიერის გუნდი მუშაობს, რომ თქვენ ნახოთ. ბიძინა ივანიშვილის სახელი ტელეკომპანია იბერიის საქმეში უკვე ღიად გამოჩნდა. დღეს კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი და უკვე ფოტოებიც გავრცელდა. დღის მთავარ გამოშვებაში თქვენ გაიგებთ ვინ და რა კონტექსტში ახსენებს ოლიგარქს და რატომ საუბრობენ მასზე ბიზნესმენები და მაღალჩინოსნები, როგორც რეალურ პატრონზე. რა როლი ჰქონდა ამ საქმეში ყოფილ ეკონომიკის მინისტრს ქუმსიშვილს და რა ფუნქციები ეკისრებოდა ყოფილ მთავარ პროკურორს ფარცხალაძეს. სკანდალი იბერიის გარშემო გრძელდება და გამოძიებას დღეს პირველ ჩვენებას სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი აძლევს. ზუსტად 9 საათზე იბერიის საქმე რუსთავი 2-ის ეთერში. ვერტიკალი ჩვენი ურთიერთობის ორგანოზე გამოიხატება ამ კონტექსტში ვიქომ აპიომიტება რომ ეს პასუხი გურბანაიო ტერმინს არ გავაკეთებ. ეპისკოპოსები პოლიტიკოსების წინააღმდეგ საპატრიარქოს ორი უდიდესი გავლენის მღვდელმთავარი ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს მარიხვანის გამოაკრიტიკებს. ქორეპისკოპოს იაკობის და მიტროპოლიტ პეტრეს უმკაცრესი ქადაგება ბოტბის და ჭყონდიდის ამბიონიდან. რა არ მოსწონთ მღვდელმთავრებს კანაფის კულტივაციის და ექსპორტის პროექტში და რის გამოაკრიტიკებენ მმართველი პარტიის რჩეულ კანდიდატს. ემუქრება თუ არა საპატრიარქო ხელისუფლებას და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება მაინც მიიღებს კანონს. დღის მთავარ გამოშვებაში ეკლესიის და მთავრობის დაპირისპირება მარიხვანის გამო. სალომე ზურაბიშვილი კი დღეს საკუთარ თავს არ გავდა ქართული ოცნების რჩეული, რომლის განცხადებებმაც საზოგადოების ნაწილისთვის ის მოღალატედ აქცია სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობს. ის აღარ ადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში და იმასაც კი ამტკიცებს, რომ ასეთი რამ არასდროს უთქვამს. ვის ადანაშაულებენ ზურაბიშვილი და ქართული ოცნების ლიდერები პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვების არასწორ ინტერპრეტირებაში და რას ლაპარაკობს დღეს ყოფილი მთავარი დიპლომატი. ზუსტად 1 საათში კიდევ ერთხელ ვცადობ და გავიგოთ მისი ნათქვამი. საქართველოს რუსეთის ომი ვინ დაიწყო? ცხადია რუსეთმა არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი. ვამბობ, რომ იმ დროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული. შეძლებს თუ არა ქართული ოცნება მარიხვანის კულტივაციის და ექსპორტის კანონის მიღებას და რას გეგმავს ოპოზიცია. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების ლიდერები საერთო პოზიციაზე არიან. რას მოიმოქმედებენ პოლიტიკოსები თუ საკითხი კენჭისყრაზე დადგა და პროტესტის რა ფორმას მიმართავენ არასაპარლამენტო პარტიები, გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია მარიხვანის წინააღმდეგ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში. ზუგდიდის ყოფილი მერი დუმილს არღვევს და პროვოკაციაზე საუბრობს. ლაშა გოგია დღეს ჟურნალისტებთან გამოჩნდა და პირველად გააკეთა განმარტებები კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით. რას და ვის უკავშირებს ყოფილი მერი ბრალდებებს და რატომ წავიდა ის პოსტიდან თუ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. კურიერში 9 საათზე ხმაურიანი კორუფციული საქმის მთავარი მონაწილის ახსნა განმარტებები. დღის ამ და სხვა მთავარი თემებით კურიერი პირდაპირ ეთერში ზუსტად 9 საათზე ბრუნდება დროებით.